დღეს მსოფლიო ოკეანე მხოლოდ სწრაფად კი არ თბება, არამედ თავად დათბობის ტემპით ჩქარდება. 2024-2025 წლებში გამოქვეყნებული ახალი კვლევები აჩვენებს, რომ ოკეანის ტემპერატურის მატება აღარ შეიძლება აღიწეროს როგორც სტაბილური და თანდათანობითი პროცესი. თავად დათბობის ტემპი იზრდება. იტალიელი მეცნიერების მიერ 2024 წელს ჟურნალ ბუნების კომუნიკაციებში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 1961 წლიდან 2022 წლამდე ოკეანე სტაბილურად აგროვებდა სითბოს მზარდ რაოდენობას და ამ პროცესის აჩქარება სტატისტიკურად მნიშვნელოვანი იყო. რედინგის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ 2025 წელს ჩატარებულმა კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ოკეანის ზედაპირი ახლა დაახლოებით 4 ნახევარჯერ უფრო სწრაფად თბება, ვიდრე 1980-იანი წლების ბოლოს. იმ პერიოდში დათბობის ტემპი შეადგენდა დაახლოებით 0.06 გრადუს ცელსიუსს 10 წლეულში. თუმცა დღეს მან მიაღწია დაახლოებით 0.27 გრადუს ცელსიუსს. ტრადიციულად ეს დათბობა აიხსნებოდა ანთროპოგენური სათბურის აირების ემისიებით. თუმცა ბოლო წლებში დათბობის ტემპმა სულ უფრო მეტად გადააჭარბა არსებულ კლიმატურ მოდელებზე დაფუძნებულ მოლოდინებს. სწორედ ამიტომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ის ფაქტი, რომ თავად მეცნიერებმა დაიწყეს ამაზე პირდაპირ მითითება.